უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ბოლაში კიდევ ერთი კანდიდატი ჩაერთო. გაიცანით 11 არასამთავრობოს ფალავანი ზაქარია ქუცნაშვილი. ზაქარია ქუცნაშვილი თანახმა გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შალა შაგურიძის შემდეგ ის უკვე მეორე დეპუტატია, რომელსაც წარდგენის შემდეგ თანხმობა გამოაცხადა. ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ წარუდგინა. ქუცნაშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობასთან ჯერ არ შეუთანხმებია და მის კოლეგებს ინფორმაცია არ აქვთ. აი როგორც იქნა გამოიკვეთა ამ მარათონის ლიდერი. ჩაიცვი ზაქრო ყვითელი მაისური. შენ ერთხელ უკვე დაუმტკიცე მარგოლა ჩემს, რომ სამართალში ჩინებულად ერკვევ. აი მაშინ კონსტიტუციით ხელში რომ მიადექი რეზიდენციაში. მაშინ ისიც დაუმტკიცე, რომ პარტია კია შენი მეგობარი, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია. ხო და აი მარგოლა ჩვენო, ვიპოვეთ შენი გულისწორი კი არა დაკაცო, ის რაც ქვია, შენი ზაქარია. ბიძინას პირადი დაცვის უფროსი თუ დაინიშნა ახლა შინაგან საქმეთა მინისტრად. არ შეიძლება ახლა შენი კერძო რეპეტიტორი დანიშნო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, თან ზაქარიამ განაცხადა პარლამენტმა არ იცის თავმჯდომარეობა რომ მინდაო. ამით უკვე დაამტკიცა ის, რომ თავისუფალია პოლიტიკური ინტრიგებისგან და გადაწყვეტილებებს იღებს დამოუკიდებლად. აი როგორც ალაბრის რეზიდენციაში კონსტიტუციით ხელში მისვლა გადაწყვიტა დამოუკიდებლად.